მაშინ ყველს მიირთმევ თუ ესეთ გადაცემებს ვქონდა და პორნო გადაცემებს დართავდებას ვქონდა უჩის ჩვენ დემოკრატია ვქონდა. აი ეს არის ჩვენი უბედურება, ეს არის ჩვენი უდიდესი ტრაგედია, რომ ფარისევლები ვართ და სარწმუნოება არ აქვს ჩვენ და რა ერთი ამის რა გაშუალება აქვს ეს ყველი საჭმელი მაინც ის საჭმელი ფილმები რა ჭირია მოდი იმაზე ვთქვა რომ ის არ შეიძლება მართალია თუ რა ხარ უნდა დაიცვა შედარება უნდა მოხდეს ისიც მარხვის დარღვევა როგორც ისიც მარხვის დარღვევა როცა 100,000-იანი ჯიპით დადიხარ სასულიერო ეს არ შეიძლება ეს დაუშვებელია საქართველოში როცა ერი მშიერია შენ 100,000-იანი მაგათ არ უნდა ირო არც სასულიერო არც საეროპის არ აქვს უფლება და არც სასულიეროს როცა ერი გაუბედურებული მშიერია რა გამშობა მარხვას და 5 ლარიან ბადრიჯის ხალხს მიირთმევ ხო თუ რაც არის ხარ მარხველი და შენს გვერდით ვიღაცა მშიერი კუთება არა მარხველი ერთიებს არა ხარ მარხველი ასეთ მარხვას ერთი კი არ შეიძლება ცხელას დარტავს და რისხვას მოწევს მარხვა მაშინ იქნება როცა 100,000-იან მანქანას განყიდი 5,000-იან სიყიდი და 95,000-ად შეცვოიხარ მრელსაც თუ შენს ოჯახსაც და ეკლესიასაც მოხარ ეს არა საწმულება და თუ არის კაცი ხარ 5,000-ას დაიდო შენს ოჯახს მოახმარებ და შენს გარშემო ატაკებს სიცოცხლეს გაუხარ ესაა საწმულება ამიტომ მაკეტურია ჩვენი წმენა ჩვენ არა ვართ რწმუნები ჩვენ ვართ ფარისევლები ესაა ფარისევლობის ვერები ამიტომ სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე თუ არ ითქვა მაშინ ღმერთი აიტყვის ჩვენზე წყალობას დავიჯერებთ რომ ვართ გაგწყინა არა ვართ გაგწყინებულები ჩვენ ვართ ზოდოებში ყოფილი და კიდევ მეორე ესაც მარხვის დარღვევაა ეს მინდა ვიცოდეთ ეს არ არის არა მარხვა ეს არ არის მარხვა როგორც ჩვენ ვიცით სასულიერო თუ საერთოდ ჩვენ არ უნდა შევეღოთ არაფერს არ უნდა შევეღოთ არც საჭმელს მარხვაში თორე ხო შეიძლება კეთილობა თუ ცუდად გახდა და ყველი ჭამა და ხორციელს მარხვის დარღვევაა ეხლა ავად თუ აცნევა რაღაცა ღმერთმა შეაროს არც საჭმელს არც ნეტა კონდეს ვეუბნები ნეტა შემორჩა კონდეს ჭამა მეთქი შენ მომეციო ვეუბნება და მე ვეუბნები რომ არ მომეტება მეთქი ხორცი ეგოთერ ეხლა კეთილობისა თუ და 100,000-იანი მანქანა 100,000-იანი მოდი გაენაცილე რა კაცო შედევ მამა ცხონებულო ამდენი 100,000-იანი მანქანების პული რა შეიძლება საქართველოში გაჭირება მარტო ეს ხალხი გაიხარებს მე ადვილად მიირთმევს ბადრიჯას და სადაც წევს თუ რა დაინახავს რაღაცას ცუდად აღარ გახდა ანუ მე ამით რა მინდოდა მეთქვა მარხვა არ არის მხოლოდ საჭმელი მარხვა არის საგნებთან დამოკიდებულებას და პირველ რიგში აი ძვირფასეულობასთან დამოკიდებულება რაც ჩვენ ერის თუ სასულიერო დასის ადამიანებს გვახასიათებს თუ ლამაზი შესამოსელები თუ ლამაზი მანქანები თუ ლამაზი საქმე თუ ნებისმიერია იგივე შეყოფა რუშობა მარტო საწინააღმდეგოს ქესთან თითქოს გიაშობს ესეც რუშობა როგორც სულით რუშობა როცა შენ შეეღობი ამა თუ საკს ესეც რუშობა ამდენად მთელი ქვეყანა რუშობაში ძევს ეს არის ჩვენი უბედურება ამიტომ ვართ უბედურებაში მე რა დაგემიერი ვიღაცა შეიძლება რაღაცა შეცდომა მოვიდა როგორ მოვიდა რომელი ხართ უფრო უკეთესიოს თქვა აბა დაწმარდიო რომელი ხართ ეს ვიღაც ყავს შერობას ეს მოგდამზადებიო მე ვარ იმას ახალ შეყოფილი აღარ იცი უფრო უკეთესი თიშეთი აქ საუბარია ნებაზე მარხვა არის ნების მოკვეთა თუ პირის გემოსია და თუ სხვა სურვილების აღარ ჩამოვთვლი ახლა ცრაშე მე მოგწეს ეს ძალაც და თუ ეს იქნება მაშინ ის გადაცემებიც აიკრძალება და ის გამოსვლებიც რაც არის აღარ იქნება იმიტომ რომ იმ ნების მქონე ადამიანებში ეშმაკის ბრძოლაში მსახდება როცა ადამიანები ამ ბოროტებას აღარებენ თავის თავში და მადლს მოიწევენ ის ბრძოლა ეშმაკის შეცილდება და ისეთი ადამიანებიდან შეიძლება გავარდეს კიდეც ის საშინელებაც აი ეს არის ჩვენ თავიდან ჩვენი უბედურებისა ჩვენ ის გამიგითავთ როცა მთელი ქვეყანა უბედურებაში ძევს სხვადასხვა ეს არის ვერთმა გაგვაძლიეროს და მოგწეს ძალა სწორი ხედვა პრობლემებისა
მოდი შეციცოს ხელი.